ფულის ადრეული ფორმები. ფულის გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე ადამიანები ბედნიერები იყვნენ იმით, რომ მოჰყავდათ მოსავალი და ერთმანეთს უცვლიდნენ მას. რადგან მაშინდელი თემები პატარა იყო, მათ შეეძლოთ ადვილად დაემახსოვრებინათ გადასახდელი და უკვე გადახდილი ვალები. ჩანაწერების და ჩანიშვნების დახმარებით დგინდებოდა, რომელი ვალი გადახდილი იყო და რომელი არა. მაგრამ თემების ზრდასთან ერთად ინტენსიური გახდა ასევე საქონლის გაცვლაც. იქამდე მივიდა, რომ სათემო საქონლის დამზადება მიწოდებასთან ერთად მმართველებმა შემოიღეს გადასახადები. ამან უფრო გაართულა ყველა გადაუხდელი ანგარიშის აღრიცხვა. ასეთ სიტუაციაზე კონტროლის განხორციელების საშუალება იყო ვალის ბარათი. მაგრამ რადგან ემიტენტებს პირადად არ იცნობდნენ, რთული იყო ამ ბარათების რეალიზაცია ან მათი ნამდვილობის კონტროლი. ასე დაიწყეს ადამიანებმა ვალის ბარათებად ვეშაპის კბილების გამოყენება. ისინი წარმოადგენდნენ გაცვლის შუალედურ საშუალებას და შესაძლებლობას აძლევდნენ ადამიანებს ევაჭრათ ერთმანეთში და შეენახათ მყიდველობითი ძალა. ფულის ადრეული ფორმების გამოგონებასთან ერთად წარმოიქმნა ასევე პირველი ვალებიც.